ერთხელ უხუცესი სატელეფონო საუბარ შევესწარი ერთ ქალბატონთან, რომელიც მას ლოცვას თხოვდა, რათა ნაყრომანების ცოდვა განშორებოდა. ქალბატონს ზედმეტი წონა აწუხებდა. საკვირველი პასუხი გასცა უხუცესმა მას: შენ ძლიერ არ ყვარებია, ქრისტე. გული მიეცი ქრისტეს და მხურვალე სიყვარულით მიმართე. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. საჭმელიც დაგავიწყდება და ნაყრომანებაც განქარდება. ეს რჩევა გულში ჩავიმარხე და კონკრეტულ შემთხვევაში აღვასრულე. ერთხელ როცა უდროოდ მომშევდა, უმეტესად კი სიზარმაცისგან, გონება იესოს ლოცვას მივაჯაჭვე. უფალო იესო ქრისტე, ლოცვითა უხუცესი პორფირისათა შემიწყალე მე და არ ვიცი როგორ შიმშილმა გადამიარა ტრაპეზამდე. ქრისტიანს მუდამ საკუთარი თავის ბრალობა უნდა ჰქონდეს. ერთხელ მამა პორფირთან საუბრისას ვიფიქრე, რომ იგი მართალი არ იყო რაღაც საკითხში. მან კი მიპასუხა, შენ არ ხარ მართალიო. იგი ჩემს დაეჭვებას მიხვდა და დასძინა. მართალი კი ხარ, მაგრამ უფლება არ გაქვს. ქრისტიანი მართალი არასდროს არ არის. მას მუდამ საკუთარი თავის ბრალობა უნდა ჰქონდესო. ცოდვას რომ ცხედავდე, ცოდვილი არ განიკითხო. ყურადღებით იყავი, ეცადე არავინ განიკითხო, მითხრა ერთხელ უხუცესმა პორფირმა და შემდეგი ისტორია მიამბო. ერთი ქალი აღსარებაზე მივიდა მოძღვართან. იმ სოფელში ტრადიციულად ზედა შესამოსლის ქვეშ სხვა ქვედატანიც ეცვათ. აღსარების შემდეგ ის ქალი ჩვეულებისამებრ მოძღვარს რაიმე სამადლობელ შესწირავდა ხოლმე. და აი ქალმა ზედა შესამოსელი აიწია, ქვედატანიდან ფულის ამოსაღებად. უყურადღებობით ქალმა ქვედატანით წამოიწია. ამ დროს საახსარებოში სხვა ადამიანი შევიდა და ამ სურათს შეესწრო, მღვდელი და ქალი. ქალმა უყურადღებობით ეს ვერ შენიშნა. შემოსწრებულმა უწესობისთვის უჩივლა მოძღვარს და მღვდელმსახური 3 თვით დააყენეს მსახურებიდან. მოძღვარი 3 თვის მანძილზე მადლობდა და ადიდებდა უფალს ასეთი განსაცდელისთვის. იგი უსაზღვროდ გახარებული იყო. ხედავ როგორ შეცდა ის ძმა, თქვა უხუცესმა პორფირმა. ტაძრად მისულმა მაცდუნებელი სურათი იხილა და მოძღვარი განიკითხა, თუმცა კი ისი არ იყო ყველაფერი, როგორც მას სატანამ წარმოუსახა. ამიტომაც გეუბნები, ყურადღებით იყავი, ძალიან ყურადღებით. კეთილი უხუცესო, ყურადღებით ვიქნები, მივუგე მოძღვარს. განუკითხველობისთვის. მამა პორფირი გვირჩევდა, რომ ცოდვილი არ განგვეკითხა, რადგან ღვთის დაშვებით ჩვენც იმავე ცოდვებში დავეცემით. ამის შესახებ მამა პორფირმა ასეთი რამ მიამბო. სოფელში ერთი დიასახლისი პურის გამოსაცხობად ღუმელს ახურებდა. მან ფიქრში წარმოიდგინა, თუ როგორი სიამოვნებით დაწვავდა ღუმელში მეზობელი სოფლის გოგოს, რომელიც ვიღაცისგან დაფეხმძიმებულიყო. რამდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც ამ ქალის ქმარი უცხოეთში იმყოფებოდა, ეს ქალიც დაფეხმძიმდა თანასოფლელისგან. ამიტომ ღმერთი გვიდგენს, რომ არავინ დავწყევლოთ და არავინ განვეკითხოთ, თვით ჩვენი მტრებიც კი, არამედ ყველას და მათ შორის მტრებსაც უნდა ვლოცავდეთ. განკითხვისათვის. ჩვენი მიზანი ბოროტების განკითხვა როდია, არამედ მისი გამოსწორებაა. ადამიანს თუ განვეკითხავთ, შეიძლება ის ძლიერ შეშფოთდეს და აირიოს. ხოლო გაგებით თუ მოვეკიდებით და თანავუგრძნობთ, მაშინ ის ცხონდება. ცოდვილს სიყვარულით უნდა შევხვდეთ და მის თავისუფლებას პატივისცემით უნდა მოვეპყრათ. ოჯახში ვინმეს თუ ლარნაკი გაუარდა ხელიდან და გატყდა, ჩვეულებისამებრ ბრაზი მოგვიცავს. მაგრამ თუ ამ კრიტიკულ დროს თანაგრძნობას და შენდობას გამოვხატავთ და ამ შემთხვევაზე მაღლა დავდგებით, მაშინ ჩვენ სულსაც მოვიპოვებთ და ჩვენი ძმის სულსაც. ეს არის მთელი სულიერი ცხოვრება, ერთი ამაღლებული მოძრაობა მწუხარებებისას, განსაცდელებში,
ერთი ნაბიჯია ეგოისტური აღშფოთებიდან სიყვარულით თანაგრძნობამდე. ზარმაცი ვერ იქნება ქრისტიანი. ერთხელ მამა პორფირმა მკითხა: მითხარი, რამდენი წელი სჭირდება იურიდიულზე სწავლას? ვუპასუხე და კვლავაც მკითხა: და რამდენი წელი სჭირდება მექანიკოსის, ქიმიკოსის, ექიმობის შესწავლას? ამაზეც შესაბამისად ვუპასუხე. ხოლო როცა უხუცესმა მკითხა: და რამდენი დრო გჭირდება ჩვენ ღვთისნება რომ გავიგოთ და აღვასრულოთ იგი? მაშინ მივხვდი მის შეკითხვას და შემრცხვა. რა უნდა მეპასუხა? ის რომ მორწმუნეები უმეტესად ზარმაცებიდან ერთბილები ვართ და რომ ჩვენ მოყვარული ქრისტიანები ვართ. უხუცესმა ეს ისედაც იცოდა. მან კი მითხრა: ზარმაცი ქრისტიანი ვერასოდეს ვერ იქნება. იმისთვის რომ ჭეშმარიტი ქრისტიანი გახდე, უნდა იღვაწო და ბევრი უნდა იშრომო. უსამართლოდაც რომ გადანაშაულებდნენ, ნუ შეეკამათები. ერთი ბერი ჩამოვიდა მამა პორფირთან. სტუმარს მისი სენაკის დირეც არ გადმოებიჯებინა, რომ უხუცესი ასეთი სიტყვებით შეეგება მას. სად იყავი შედალოცილო, გელოდებოდი. აღსანიშნავია, რომ იმ ბერს არავისთვის არ ქონდა ნათქვამი მამა პორფირის მონახულებას რომ აპირებდა. უხუცესმა მოიკითხა ძმა და დაწყმარება დაუწყო, თუმცა სტუმარს ჯერაც არ ეამბნა მისთვის თავის პრობლემის შესახებ. მამა პორფირს ღვთისმადლით ეუწყა ის მძიმე სიტუაცია, რომელშიც სტუმრად ჩამოსული ბერი აღმოჩენილიყო. უსამართლოდაც რომ გადანაშაულებდნენ, შეაგონებდა ბერს უხუცესი, ნუ შეეკამათები და ნურც დამწუხრდები. არამედ დადუმდი და მოითმინე. გერჩიოს რომ ღმერთმა თავად აუწყოს შენს ბრალმდებლებს შენ შესახებ. ნუ გახდები შენივე თავის ადვოკატი და საკუთარი თავის დამცველი, მხოლოდ ამ გზით გაიმარჯვებ. ჩვენი ბოროტი აზრები და ბოროტგანწყობა სხვებზეც მოქმედებს. ჩვენი ბოროტი აზრები სხვა ადამიანებზე მოქმედებს, გითხრა ერთხელ მამა პორფირმა. ამიტომ საშუალება მოვნახოთ, რომლითაც ყოველგვარი ბოროტებისგან განიწმინდება ჩვენი სული. განწმენდილი სული კი სიკეთეს ასხივებს, სიყვარულს აფრქვევს, მდუმარედ და უსიტყვოდ. რა თქმა უნდა, თავიდან ეს ძნელია. გაიხსენეთ პავლე მოციქული, თავიდან მასაც უჭირდა და ტკივილით ამბობდა, რამე თუ არა რომელი იგი მემნებავს კეთილი, მას ყოფ, არამედ რომელი იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ. ხოლო კვლავ იტყვის, და ვხედავ სხვასა სჯულსა, ასოთა შინა ჩემთა, რომელი იგი წინა განეწყვების სჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყვენავს მე სჯულითამით ცოდვისათა, რომელი იგი არს ასოთა შინა ჩემთა. უბადრუკი მე ესე კაცი, ვინმე მიხსნეს ხორცთა ამათგან ამის სიკვდილისათა. წმინდა პავლე უძლური იყო და მას არ შეეძლო იმ სიკეთის კეთება, რომელიც სურდა და ნებავდა. იგი ამას მუქცევის დასაწყისში ამბობდა, მაგრამ შემდეგ როცა თანდათან სიყვარულსა და ღვთისმსახურებას მიეცა, უფალი ხედავდა რა მისი სულის განწყობას, შევიდა მასში და მადლი უფლისა დამკვიდრდა წმინდა პავლეში. ასე მიაღწია მოციქულმა პავლემ ქრისტეში ცხოვრებას. მასში თვით უფალი შევიდა და ის ვინც ამბობდა, არ შემიძლია იმ სიკეთის ქმნა, რომელიც მნებავსო, იქამდე ამაღლდა, რომ ღვთისმადლით ბოროტის კეთება აღარ შეეძლო. ამიტომაც ღაღადებდა პავლე მოციქული, ხოლო ცხოველ არ ღარა მე ვარ, არამედ ცხოველა რჩემთანა ქრისტე. იგი იქადდა იმით, რომ ქრისტეა მასში. ადრე კი ამბობდა, რომ სიკეთის ქმნა სურდა, მაგრამ არ შეეძლო. სად წავიდა მისი უძლურება, უბადრუკი მე ესე კაციო. გაქრა, მადლმა მასში თვისი საქმე აღასრულა და უბადრუკიდან იგი მადლმოსილი შეიქმნა. მადლმა აღავსო წმინდა პავლე, რადგან იგი დამდაბლდა. ყველა ჩვენგანი საღმრთო სულით ყოველგვარი ცოდვის კეთების უუნარონი ვხდებით,
რადგან ჩვენში ქრისტე მკვიდრობს. ჩვენ ახლა უკვე მხოლოდ სიკეთე ხელგვეწიფება. ასე მოვიხვეჭთ ღვთის მადლს, მოვიხვეჭთ განღმრთობას, უკვე თუ ამ გზით წარვმართავთ საკუთარ თავს. უკვე თუ ქრისტეს სიყვარულს მივეცემით, მაშინ ყველაფერი გარდაიქმნება, ყველაფერი შეიცვლება და სხვად იქცევა. მრისხანება, გაღიზიანება, შური, ეჭვი, აღშფოთება, განკითხვა, უმადურობა, სევდიანობა და ძლიერი მწუხარება, ეს ყოველივე გარდაიქმნება სიყვარულად, სიხარულად, საღმრთოს სურვილის წყაროდ და ეს ყოველივე სამოთხედ გარდაიქმნება. ბერი რომ გავხდი სიკვდილის არარსებობაში დავრწმუნდი. ეკლესია ქრისტეში ახალი ცხოვრებაა, ასე გვასწავლიდა მუდამ უხუცესი. ეკლესიაში არ არის სიკვდილი, არ არის ჯოჯოხეთი. იოანე მახარებელი ამბობს, ქრისტე განაქარვებს სიკვდილს. ვინც ეკლესიაში შევა, ის გადარჩება, მარადიული გახდება. ცხოვრება ერთია, უსასრულოდ გრძელდება, არა აქვს დასასრული, არა აქვს სიკვდილი. ქრისტეს მცნებების ჭეშმარიტად მიმდევარი არასოდეს არ კვდება. იგი სხეულით გარდაიცვლება, ვნებებისათვის კვდება და ამ ცხოვრებაშივე ჩვენს ამ ქვეყნიურ ეკლესიაში სამოთხეში ცხოვრების ღირსი ხდება. შემდეგ კი ზეციური ეკლესიის მარადიული სასუფევლის მკვიდრი ხდება. ქრისტეს წყალობით სიკვდილი ხიდი ხდება, რომელზეც ჩვენ ერთ გზის გავალთ, რათა დაუღამებელ ნათელში განვაგრძოთ ცხოვრება. მე მონაზვნად გახდომის შემდეგ დავრწმუნდი, რომ სიკვდილი არ არსებობს. ამას ვგრძნობდი და მუდამ გრძნობ, რომ მარადიული ვარ და უკვდავი. რა დიდებულია ეს! ეკლესიაში, რომელიც მაცხოვნებელ საიდუმლოებებს ფლობს, მწუხარებას ადგილი არ აქვს. ჩვენთვის არავითარი შიში არ არსებობს, არც სიკვდილი, არც ეშმაკი, არც ჯოჯოხეთი. ეს ყველაფერი იმ ადამიანებისთვის არის, რომლებიც ქრისტესგან შორს არიან, არა ქრისტიანებისთვის. ჩვენთვის კი ქრისტიანებისთვის, მისი ნების აღმსრულებლებისთვის ეს ყოველივე არ არსებობს. ანუ ისინი, რა თქმა უნდა, არსებობენ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი ძველ ადამიანს უბრუნდება ვნებითურთ და გულის თქმით. ქრისტე არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებს არც ეშმაკს, არც ბოროტებას. ქრისტიანს რაც უნდა აღელვებდეს, ეს არის სიყვარული, ქრისტესთან მოყვასის მსახურება. უკვე თუ იმ საფეხურს მივაღწევთ, რომ განვიცადოთ სიხარული, უფლისა და მოყვასის სიყვარული, ღვთისმსახურება ყოველგვარი შიშის გარეშე, მაშინ უკვე შეგვეძლება თქმა, ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველა რჩემთანა ქრისტე. ჩვენ შეიძლება საღმრთო სიხარულით ვცხოვრობდეთ და სიკვდილზე არასოდეს ვფიქრობდეთ, მაგრამ დაბერდები და სიკვდილის ზღურბლზე აღმოჩნდები. შესაძლოა ცალი ფეხით უკვე სამარეში იდგე და ამასთანავე ლეღვის ხეს რგავდე, კაკლის ხეს ან კვიპაროს და ბაღზე ზრუნავდე, შენი ახლობლებისთვის ან ეკლესიებს აშენებდე. რატომ აკეთებ ამ ყველაფერს? სიყვარულისთვის. შენ გწამს, რომ სიკვდილი არ არსებობს. გსურს, რომ შენს ახლობლებს რაიმე დაუტოვო, რომლებიც შენ შემდგომ აქ დასახლდებიან. გსურს, რომ ისინი კარგი ადამიანები იყვნენ და ერთმანეთს არ ქურდავდნენ. ამიტომაც რგავ ლეღვს და კაკალს, ამისთვის აშენებ ეკლესიასაც. ერთხელ მამა პორფირმა მითხრა, როდესაც წავალ, მაშინ კიდევ უფრო ახლოს ვიქნები თქვენთან, გარდაცვალების შემდეგ მანძილი იშლებაო. ერთხელ უხუცესმა მითხრა, თუ როგორ უნდა შევეწიოთ ჩვენს მიცვალებულებს. ბევრი უნდა ვილოცოთ მიცვალებულებისთვის, ქველმოქმედება უნდა აღვასრულოთ და მოწყალება უნდა გავცეთ მათ სახელზე. საღმრთო ლიტურგიაზე მოსახსენებლად უნდა გადავცეთ მიცვალებულის სახელი და რაც შეიძლება ხშირად უნდა ვეზიაროთ, უკვე თუ შესაძლებელია ყველა წირვაზე. სიკვდილი შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ, გითხრა ერთხელ უხუცესმა.
აი ჩვენ ერთ ოთახში ვიმყოფებით, შემდეგ ვაღებთ კარს და სხვა ოთახში აღმოჩნდებით. ჩვენც ასე ვიქნებით, უკვე თუ აქ ქრისტესთან ვართ, მაშინ იქაც მასთან ვიქნებით. ხსნა ეკლესიაშია, ხშირად ამბობდა უხუცესი პორფირი, ვინც ეკლესიის წევრია, მას სიკვდილი არ აშინებს. ქრისტეს ეკლესიის წევრებისთვის სიკვდილი არ არსებობს. მართლმადიდებლობა სრულია და მასში არასრული არაფერი არ არსებობს. სიკვდილი არ არსებობს, ნუ გეშინია სიკვდილის. ვინც ქრისტესთვის მოკვდა, მისთვის სიკვდილი არ არის და თუ ქრისტესთვის არ მომკვდარ ხარ, მაშ მოკვდი. ერთი ადამიანი განსაცდელისას საკუთარი ვნებების ხაფანგში გაება. მის შესახებ უხუცეს პორფირს რომ კითხეს, ამგვარი პასუხი გასცა. ვხედავ რომ ეს ადამიანი ჭკვიანია. მასში მრავალი სიკეთეა, მაგრამ განსაცდელში მოთმინება დაკარგა. თავი დაკარგა და მასში მყოფ ბოროტებას სიკეთეზე გამარჯვების ნება დართო. ძვირუხსენებლობა. არიან მონაზვნები, რომლებიც ამბობენ შემინდე. აღსარებასაც აბარებენ, მაგრამ შინაგანად სხვათა მიმართ მათ ვნება რჩებათ. ღვთისმადლი ასე არ გადმოდის. აქ ჩემს მეზობლად ერთი ოსტატი იყო. იგი სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდა და ვუნაზღაურებდით. არ ვიცი როგორ მოხდა, მაგრამ იგი ყველას წინაშე მაძაგებდა, აქაც და სხვაგანაც. რა ვქნა, როგორ ვუშველო, ფიქრობდი მე. ერთხელ მასთან სახლში მივედი, როგორც კი დამინახა, დაიბნა, მოიბუზა, გაფითრდა. ეგონა რომ მის გასალანძღად მივედი. მე კი მისი ბაღის ხეებზე დავუწყე საუბარი, მოსავლის სიუხვე შევუქე, სტუმართ მოყვარეობაზე ვისაუბრეთ, გული გაუთბა, მას მერე აღარ გვშორდებოდა და დღემდე ყველა სამუშაოს შესასრულებლად მოდის. მსგავს შემთხვევებში კეთილგონივრული საშუალება უნდა მოინახოს. როცა წამალი არ შველის. ექიმი მკურნალობას ლოცვით იწყებს, იგი ღვთის შემწეობას ითხოვს, შემდეგ კი უკვე წამალს ამზადებს. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანს წამალი თუ არ შველის, ეს ნიშნავს, რომ იგი სხეულით კი არ არის ავად, არამედ სულით. ხოლო სულის კურნება მხოლოდ ქრისტეს მიერ მოიპოვება. გასაგებია, ადამიანის სულს მხოლოდ ქრისტე კურნავს. მრისხანება. ერთხელ უხუცეს ვუთხარი, რომ განრისხებული ვიყავი. მრისხანება კარგი რამაა, მიპასუხა მან. კარგია, გავიკვირვე მე და ვიფიქრე ხუმრობდა. რა თქმა უნდა, რისხვა ღმერთმა ჩადო ჩვენში. ეს არის სულის ნერვი, იგი ძალაა და იმისთვის მოგვეცა, რომ რისხვით უკუვაგდოთ ჩვენი ეშმაკეული ვნებები. ასეთია მრისხანების სწორი ადგილი. ამგვარად ჩვენ ეშმაკს ვართმევთ რისხვის ძალას და ქრისტეს გადავცემთ, სრულად და ცხოვლად მიენდე ქრისტეს. წუწუნა ძმა. ერთხელ უხუცეს ვუთხარი. არ შემიძლია ამ ძმასთან ერთად მუშაობა, სულ წუწუნებს. ყმაწვილო, იცი რომ შენში ეგოიზმია და მისგან იტანჯები. ვიცი უხუცესო, მე ეს პატარაობიდან მაქვს, ილოცეთ ჩემთვის, რათა ღმერთმა გულის სიმდაბლე მომანიჭოს. როდესაც ადამიანის გულში წმინდა სიმდაბლეა, ის მუდამ ყველაფერს კეთილად ხედავს და ამ ქვეყნიურ მიწიერ უქმნელ საღმრთო ეკლესიაში ცხოვრობს. სიმდაბლე ის არ არის, რაზეც ჩვენ სიტყვებით ვსაუბრობთ და არც ის, რაც გონია რომ მოვიპოვეთ. წმინდა სიმდაბლე სულისთვის ღვთივმინიჭებულია, მას ღმერთი ანიჭებს ადამიანს. როდესაც განწმენდილ, გამზადებულ სულს პოვებს, მაშინ სიხარულით მიხედავს უფალი ამ სულს და თავისთან მიიზიდავს. მაშასადამე ნუ იტყვი, რომ ის წუწუნაა, შურიანია, მრისხანეა და ასე შემდეგ. ნუ ამბობ, რომ მასთან ერთად რამის კეთება არ შეგიძლია. არ შემიძლიას ნურასოდეს იტყვი. ეს არ არის საშუალება. ეს არა მართლმადიდებლურია, არა ქრისტიანულია.
შენი ნათქვამით საერთოდ არ ხარ ღვთის სიყვარულში, ამ გზით საკუთარ თავს განაყენებ ღვთის მადლისგან, რადგან შენს თავს ძმებისგან განაშორებ. პირიქით მიხედე მათ უძლურებას, შეიწყალე ისინი და ნუ ბაძავ მათ. მათთან საერთო მსახურებით ერთობით იყავი, როგორც მათ სურთ და რაც უნდათ. ასე უნდათ, ასე იქნება, სხვაგვარად ისურვებენ, სხვაგვარად იქნებით. ამგვარად ინგრევა კედელი, რომელიც ჩვენს ძმებს გვაშორებს. ამ გზით ვუერთდებით ქრისტეს. რაც უფრო მეტად უკავშირდები ძმებს, მით მეტად შედიხარ საიდუმლოდ ქრისტეს სიყვარულში. თავისუფლებაში იდექი, ამბობს პავლე მოციქული. ჯერ კიდევ ყმაწვილი წმინდა მთაზე წასასვლელად ვემზადებოდი. ვიჯექი მაშინ და ვფიქრობდი, როგორ მეშოვა კანდელის ასანთების ზეთი, როგორ მეშოვა წიგნები და სხვა ასკეტური ცხოვრებისთვის უმნიშვნელო ნივთები. იქ რომ წავედი, ყველა ეს საზრუნავი გადაჭრილი დამხვდა, ყველაფერი გამართული იყო. როგორ მოვიპოვოთ სიხარული? უხუცესო, როგორ მოვიპოვოთ სიხარული? ვკითხე ერთხელ. წმინდა წერილი იკითხე, ეკლესიაში იარე, სულიერი მოძღვარი გყავდეს და ეზიარე. ერთი სიტყვით კარგი ქრისტიანი იყავი, მაშინ პოვებ იმ სიხარულს, რომელსაც ეძიებ. ხედავ ეხლა მე მტკივა, მაგრამ ბედნიერი ვარ. ასევე იქნები შენც, მცირედაც რომ მიახლები ქრისტეს, მაშინ მოიპოვებ სიხარულს. შენ ამბობ, რომ ზოგჯერ შიშები გეუფლება. ეს იმიტომ ხდება, რომ ქრისტე ჯეროვნად არ გიყვარს. ნუ შეეცდები იმ ბოროტის განდევნას, რომელიც შენშია. უმჯობესია კარი გააღო და ნათელი შემოუშვა, ხოლო ნათელი ეს არის ქრისტე. მაშინ ყველა ის ბნელი ძალა, რომელიც შენში სახლობს, თავად განგეშორება. სიყვარულს სხვათაგან ნუ ეძიებ. შურს განეშორეთ, იგი ადამიანს ჭამს. შურიან ადამიანს ყველაფერი შეიძლება ეწიოს. ერთ მონაზონს სულიერი დისადმი შურის გულისთქმა აღეძრა და მოეჩვენა, რომ იგი სულიერ მოძღვართან უწესოდ იქცეოდა. შემდეგ ეს მონაზონი თავის წარმოსახვას როგორც ნამდვილ ფაქტს ისე ყვებოდა. შურიან ადამიანს ყველაფერი შეიძლება შეემთხვას. ჩემდამი კეთილგანწყობილი მრავალი ადამიანი მოდიოდა ჩემთან აღსარებაზე. ისინი გულწრფელად მიზიარებდნენ მათი ცხოვრების სხვადასხვა შემთხვევას. დედაკაცთა ჭორს, დრტვინვას და წუწუნს განერიდეთ. ქრისტემ მეტად გვიყვარდეს, შვილო, ქრისტემ მთელი გულით უნდა შევიყვაროთ. საღმრთო სიყვარულით უნდა გვიყვარდეს ქრისტე. ბედნიერია ის მონაზონი, რომელმაც საიდუმლოდ ყველას სიყვარული ისწავლა. იგი სხვათაგან არ ეძიებს სიყვარულს და მას არ აწუხებს უყვართ თუ არა იგი სხვებს, არამედ თავად უყვარს ყველა. შენ ყველა უნდა გიყვარდეს, მათთვის საიდუმლოდ უნდა ლოცულობდე. შინაგანად დააკვირდი თავს, ხომ არ დაგიკარგავს მოყვასის ეს სიყვარული. ყველაზე გადმოაფრქვიე შენი სიყვარული და მოვა დრო, როცა შენ და უნებურად ყველა გეყვარება და სიყვარულს კი არ მოიძიებ, არამედ იგრძნობ, რომ ყველას უყვარხარ. ზოგიერთი მონაზონი, განსაკუთრებით დედები, ასე ამბობენ, გიყვარ ვარ და რატომ არ გიყვარ ვარ? ჰოი, რა შორსაა ეს ქრისტეს სიყვარულისგან? სიღატაკე, სულიერი სიღატაკეა ეს. არასოდეს დამწუხრდე, უყვარხარ თუ არა ვინმეს, არამედ შენ გადმოაფრქვიე ყველაზე ქრისტეს მიერი სიყვარული და მაშინ საიდუმლოდ შეიცვლება მთელი საძმო. რასაც გეუბნები, ეს საუკეთესო მისიონერული მოღვაწეობაა. სცადე ასე მოიქეცი და შემდეგ ყოველი მიამბე. სხვებმა რომ შეგიყვარონ, ჯერ თავად უნდა შეიყვარო. მოწყალების სხვა გზა. შესაძლებლობის მიხედვით მატერიალური მოწყალებაც უნდა გამოვიჩინოთ, მაგრამ მეტწილად გვერდით მყოფ მოყვას ამ გზითაც შევეწიოთ. ესაუბრეთ მოყვას და მოусმინეთ, როდესაც გაჭირვების გაზიარება სურს. მასთან ერთად დაჯექით
რათა მარტოობა არ იგრძნოს. უხუცესმა პორფირმა ასეთი ისტორია მიამბო. ერთი მონაზონი ძლიერ ესწრაფოდა წესრიგს. ერთხელ მან გაღიზიანებულმა უთხრა თავის მოძღვარს. მონასტრის ერთი სულიერი და მთელ მონასტერს აშფოთებს, თავისი სირთულეებით და ხასიათით, მისი ატანა შეუძლებელია. უხუცესმა უპასუხა, შენ კი მასზე უარესი ხარ. თავიდან მონაზონი მოძღვარს შეეკამათა და გაკვირვებულიც იყო, მაგრამ უხუცესის განმარტების შემდეგ მიხვდა ყოველივეს და კმაყოფილი დარჩა. მაშინ უხუცესმა განუმარტა. შენ სულიერ დას ბოროტის სული ფლობს და ამიტომ იქცევა ცუდად. შენ კი თითქოს უკეთეს მდგომარეობაში ხარ, მაგრამ ბოროტ სულს ორივე უპყრიხართ და ორივეს გათამაშებთ. შენი სულიერი და ასეთ მდგომარეობაში საკუთარი ნებით არ ვარდება. შენ კი საკუთარი ნებით წინააღმდეგობით და უსიყვარულობით იგივეს აკეთებ. ამდენად არც მას არაფერს არ რგებ და საკუთარ თავსაც ვნებ, ასე რომ შენ უარესი ხარ. სიყვარული, სიმდაბლე, სიმშვიდე უნდა გქონდეს. ასე შევეწევით ბოროტით შეპყრობილ მოყვას. ჩვენი მაგალითი სხვა ადამიანისთვის საიდუმლო გამოსხივებაა, გამოსხივების მისტიკა. არა მარტო მაშინ, როდესაც ადამიანი ჩვენს გვერდითაა, არამედ მაშინაც, როდესაც იგი ჩვენს გვერდით არ იმყოფება. ამდენად ჩვენი კეთილგანწყობის გადაცემა უნდა ვისწავლოთ. მეტიც, როდესაც ჩვენ სხვა ადამიანის ცხოვრებაზე ვსაუბრობთ, რომელიც არ მოგწონს, ის ამას გრძნობს და ჩვენ მას განვაგდებთ. მაგრამ თუ შემწყნარებელნი ვართ და ვპატიობთ მას, მაშინ რომც არ გვხედავდეს, მასზე გავლენას მაინც ვახდენთ. ბოროტიც ხომ ზუსტად ასევე ახდენს მასზე გავლენას. ამიტომ არა მარტო არ უნდა აღვშფოთდეთ მგმობელებზე, უღმერთოებზე, მდევნელებზე და მათ მსგავს ადამიანებზე, არამედ არც უნდა განმეკითხოთ ისინი. აღშფოთება მათ ბოროტს შეამთხვევს. მათი სიტყვები უნდა გძულდეს, მათი ბოროტება, მაგრამ ამის მთქმელი ადამიანი არ უნდა გძულდეს და მასზე არც კი უნდა აღშფოთდეთ, არამედ ვილოცოთ მისთვის. ქრისტიანს სიყვარული და კეთილშობილება აქვს და შესაფერისადაც იქცევა. როგორც მოღვაწე შეეწევა ერს უხილავად, ხოლო მოღვაწის ლოცვის ტალღა სხვა ადამიანზე მოქმედებს. სულიწმინდას ლოცვა ერზე და თქვენზეც გადააქვს. თქვენც ასევე განაბნიეთ თქვენი სიყვარული სანაცვლოს მიუღებლად, სიყვარულით, მოთმინებით და ღიმილით. სიყვარული ჭეშმარიტი უნდა იყოს, მაგრამ ჭეშმარიტი მხოლოდ ერთი ღვთისმიერი სიყვარულია, ხოლო ადამიანის, ანუ სამშვინმელის სიყვარული ყოველთვის ეგოისტურია. და როგორია ღვთის სიყვარული, ეს სიტყვებით არ გადმოიცემა, ეს უნდა განგვიცხადდეს. ადამიანს, რომელიც გვღლის და სირთულეებს გვიქმნის, სიყვარული შეუმჩნევლად უნდა მიეწოდოს, რათა მან ვერ შენიშნოს, რომ მის სიყვარულს ვცდილობთ. და ეს გარეგნულად არ უნდა გამოვამჟღავნოთ, რადგან ის ადამიანი მაშინაც შეგვეწინააღმდეგება. ამაში დუმილი შეგვეწევა, სიჩუმე ყველა ბოროტისგან გვიცავს. ენის დაჭერა დიდი საქმეა, გაგვიმხილა უხუცესმა. რაღაც საიდუმლოდ სათნო მდუმარება მოყვასზე კეთილ გამოსხივებას გამოსცემს. ერთი მიზანი უნდა გვამოძრავებდეს, ქრისტეს ეკლესიის და მოყვასის სიყვარული. ღვთისმსახურება, სიყვარული, ქრისტესადმი სწრაფვა და ეკლესიასთან ერთობა, ეს უკვე აქვე დედამიწაზევე სამოთხეა. რა არის ქრისტეს სიყვარული? ქრისტეს სიყვარული მოყვასის სიყვარულია, ყველა შორეულის და მტრების სიყვარულია. ქრისტიანი ყველაზე წუხს, ყველას ცხონებას სურს, რათა ღვთის სასუფეველი ყველამ განიცადოს. ქრისტიანს ყველაზე შესტკივა გული, ყველას ხსნა სურს, რათა ყველა მიგრძნოს სასუფეველი ღვთისა. აი რაში მდგომარეობს ქრისტიანობა, ძმის სიყვარულით
ღვთის სიყვარულს რომ მიაღწიოს, საღმრთო მადლი ძმისგან მოდის. როცა ძმა გვიყვარს, მაშასადამე ეკლესია გვიყვარს და მაშასადამე ქრისტე. ეკლესიაში ჩვენც ვიმყოფებით, ანუ ეკლესიის სიყვარულით ჩვენ საკუთარი თავიც გვიყვარს. უხუცესო, თქვენ ყველასთვის ლოცულობთ, ვისაც კი ყოველდღე ხვდებით და ხედავთ. ვკითხე ერთხელ. დიახ, ყველასთვის ვლოცულობ, მათთვისაც, ვინც ჩემს უნახავად მიდის. ყველასთვის საერთოდ, მაგრამ ზოგიერთ სახელებით ვიხსენიებ. არ გღლით ამდენი ხალხი, როგორ უძლებთ? მიყვარან ისინი, ყველა მათგანის დახმარება მსურს, მაგრამ არ შემიძლია და ვწუხვარ. მთელ დღეს გამუდმებით ვსაუბრობ, ენა მიშრება. დილის 4-5 საათიდან ვსაუბრობ. აი დღეს 5 საათზე მთაწმინდიდან ერთმა იღუმენმა დამირეკა. შემდეგ კრეტიდან მეუფემ დამირეკა. გუშინ წინ შუაღამეს წყნარი ზღვის ერთ-ერთი კუნძულიდან შეწუხებულმა მამამ დამირეკა. აქ კი ვარ, მაგრამ სულით იქ ვიმყოფები. თავის ქალიშვილებზე მესაუბრა. რჩევა მივეცი ერთ-ერთ საკითხზე და გაიხარა კაცმა. ვუთხარი, რომ კიდევ დაერეკა. როცა ვიღლები, სახეს ვიფარავ და მხოლოდ ხელს ვუწვდი ამბორისთვის. მოდიან შორიდან, ალექსანდრიიდან და საბერძნეთის ყოველი მხრიდან, საზღვარგარეთიდანაც. სერიოზული პრობლემები აქვთ ადამიანებს. რა ვქნა, ვცდილობ, მაგრამ ყოველთვის არ შემიძლია საუბარი. ბრაზდებიან და ბუზღუნით მიდიან. პარაკლიტის მონასტრის იღუმენი ყველას მიღებას მირჩევს და მათთან მცირე საუბარსაც ლოცვა კურთხევის მისაცემად რაიმე მაინც რომ ვუთხრა. იცი, შეუძლებელია დიდძალი ხალხის დაკმაყოფილება. ამიტომ დღეს ზოგი წმინდანს მიწოდებს. ხოლო ხვალ შეიძლება ჟურნალისტებმა დაწერონ, რომ იგი ხალხს ვერ აკმაყოფილებსო, ან იტყვიან, რომ ხალხს აბნევსო. უხუცესო, ჩვენს დროში ანტიქრისტე რომ გამოჩნდეს, უფალი განსაცდელის დათმენის ძალას მოგცემს. კითხე ერთხელ უხუცეს პორფირს. უკვე თუ აღსარებისას სინანული გვაქვს, მაშინ დათმენის ძალაც მოგვემადლება. მიპასუხა უხუცესმა პორფირმა. ერთხელ კითხე, სულის სარგორამ სიტყვა მითხარით. ვინც არ შეინანებს, მოკვდება. გიმეორებ, უნანელი ადამიანი წარწყმდება. სატანის და ჯოჯოხეთის ნუგეშინია. ჯერ სიყვარული და შემდეგ სხვა ყოველივე, შემაგონებდა უხუცესი. აი ნახე, ჯოჯოხეთიც, სატანაც და სხვა ყოველი, ეს რეალური რამეებია. მიუხედავად ამისა, არ მინდა რომ შენ მათი გეშინოდეს. ან გამუდმებით ფიქრობდე ამაზე, რასაც შენ აკეთებ. მინდა რომ ქრისტე შეიყვარო, რომელიც ყველაფერია და მაშინ სადაც არ უნდა იყო, ამ ყველაფერს არ შეუშინდები. შენ ყოველი სიკეთე გექნება, აქაც და იქაც. რა თქმა უნდა, რომ ქრისტე ჩვენ გველის და როგორც კი ოდნავ გავუღებთ გულის კარს, უმალ შემოდის მასში და მაშინ ჩვენ ყოველივე გვაქვს. ის ხომ მზის მსგავსია, შვილო ჩემო, და როგორც კი ფანჯარას უდნავ გადაუწევ ფარდებს, მზის სინათლე და სხივები უმალ აღწევენ ოთახში და გვათბობენ. ხშირად ამბობდა უხუცესი, გირჩევთ, რომ მუდამ გეპყრათ სიყვარული და მერე სხვა დანარჩენი. ჩვენ გულის უბრალოებით უნდა გვიყვარდეს და ზუსტად ასევე უნდა ვლოცულობდეთ კიდეც. არ მინდა ღვთის წინაშე სიკვდილის შიშით რომ წარსდგეთ. პირიქით, სურს რომ ღვთისადმი დიდი სიყვარულით აღესრულებოდეთ. ეს არის უმაღლესი, შვილო. ბოლო ჟამისთვის მისი ნიშნებისა და ანტიქრისტესთვის კი ნუ დამწუხრდებით. უწყოდეთ, უკვე თუ ჩვენში ქრისტეა, ანტიქრისტე ვერანაირ ბოროტს, მცირედსაც კი ვერ შეგვამთხვევს. ყურადღება არ მიაქციო ეშმაკს. რაც უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევ, იგი მით მეტად გიახლოვდება. თუ გინდა ბოროტი მოიცილო და განაგდო, საერთოდ ნუ შენიშნავ მას და მის მიმართ მხოლოდ სიძულვილია მართებული. ასე თუ მოიქცევი, დემონი ნელ-ნელა უკან დაიხევს და ბოლოს სულაც გაიქცევა. წმინდა ჯვრის ნიშნის შემდეგ, ეშმაკის წინააღმდეგ
უგულვებელყოფა და არად ჩაგდებაც ყველაზე დიდი იარაღია. მათ პატიოსანი ჯვრის ეშინიათ. შეიძლება ითქვას, რომ ჯვრის წინაშე ძრწიან და მისგან პანიკური შიშით გარბიან, მაგრამ უყურადღებობასაც ვერ იტანენ, რადგან ამპარტავნები არიან. როცა სიძულვილს გრძნობენ, სატანა ბრაზისგან მდგომარეობიდან გამოდის. მისი დაცემის მიზეზი ხომ ამპარტავნება იყო, რისთვისაც იგი დღემდე იტანჯება და დასჯილია.